დღეს გადაცემაში ნახავთ. დღეს ჩვენ სტუდიაში განსაკუთრებული განწყობა, რადგან მოახლოვდა 26 მაისი. Zat xart zolis. Რომლის პარგალკა გაქვს? აუ ეს რა მითხარი, ჩემ. კობიკო, მუშაო კობიკო. ჩა. და პარაში? იმ გოლ გაყევით თოლად რა ხდება? საუსი არის არაჩვეულებრივი. ერთადერთი რაც ამ კერძში მომწონს არის კარტოფილი და თვითონ სტაფილი. კერძი არის იდეალური. უბრალოდ აი ოდანაა. ნიკა არ დაუჯერო. რა არ დაუჯერო? დამოუკიდებელი იყავი. ავტომობილ ცეცხლაზე. კეთის სალატაია. ნიფუშა მანაგაძე. მოგესალმებით შეფების ლიგაში. დღეს ჩვენ სტუდიაში განსაკუთრებული განწყობა, რადგან მოახლოვდა 26 მაისი. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. გამარჯობა ჩემო ძვირფასო მაყურებელო, მოგვიახლოვდა 26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და ჩვენ სად ვართ თუ არა შეფების ლიგის შემდეგ ეპიზოდში. დიდი მადლობა event კომპანია Party Labs, რომ ასე გაგვილამაზა ჩვენი სტუდია. 26 მაისი არის დღე, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის მნიშვნელოვან ემოციასთან და ისტორიასთან არის დაკავშირებული. და რა თქმა უნდა, დღეს თქვენი დავალებაც იქნება ჩვენი იდენტობის ნაწილი. რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა იყოს 26 მაისი ისეთი ტური, როგორც შეგვეფერება ქართველებს და 26 მაისი როგორც დამოუკიდებლობის დღეს. საქართველო არის ღვინის სამშობლო, ქვეყანა სადაც ღვინო უბრალოდ სასმელი არ არის. ეს არის ისტორია, ტრადიცია და კულტურა, რომელიც საუკუნეებს ითვლის. ქვევრის კულტურა, ყურძნის მრავალფეროვნება და ღვინის განსხვავებული ხასიათი. ეს ყველაფერი ქმნის იმას, რასაც ქართულ ღვინოს ვეძახით. დღევანდელი ჩვენი დავალება უკავშირდება, რა თქმა უნდა, ქართულ ღვინოს, საქართველოს ნამდვილ სავიზიტო ბარათს. დღეს თქვენ გელოდებათ შეფების ლიგის სპონსორის მილდიანის დავალება. მილდიანი 35 წლიანი ისტორია, ღვინო, რომელსაც ოჯახი ქმნის. შესაბამისად, დღეს თქვენ უნდა მოამზადოთ კერძი, რომლის მთავარი მარგარიტი იქნება ქართული ღვინო. მილდიანი. მაშინ მართლა მარგალიტია. ზართული და საპასუხისმგებლო ტურია. როგორც ყოველთვის, მზად ვართ მე და ჩემი ბეგო, მოვამზადოთ ყველაზე საუკეთესო კერძი. დღეს გვაქვს წარმოდგენილი მილდიანის საფერავი ხაშმის, რომელსაც მე ვგიჟდები, რქაწითელი და ქინძმარაული. ეს უნდა იყოს მთავარი ხაზი თქვენი კერძების დღეს. გვაინტერესებს როგორ გამოიყენებთ დღეს ღვინოს გემოში, ტექსტურაში და იდეაში და ასევე როგორ შეუხამებთ ერთმანეთს ღვინოს და კერძს. ღვინის რაც დალევა მეშლება, რაც კერძში გამოყენება და რაც გემოების შეხამება საერთოდ, რა პრობლემაა. დავალების შესასრულებლად იქნება ზუსტად 60 წუთი. Zat xart zolისთვის. დიახ, შენ. თქვენი 1 საათი ჩაირთო. ჩვენ გვაქვს საოცარი ტური, მე როგორც პატრიოტი ადამიანი, ძალიან მომწონს ეს ტური და თავს ძალიან კარგად გრძნობ. ნამდვილად. ღვინით უნდა მოვამზადოთ კერძები, რაც ვფიქრობ, ჩემი ასევე ძლიერი მხარია, ვინაიდან ამ სომელიე და ნინი ძლიერი მხარია, რადგან არის კარგი მზარეული. ძალიან საპასუხისმგებლო ტური არის და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ შეფები აი პატარა შეცდომას კი არ გვაპატიებენ და უნდა ვიყოთ აი ძალიან ისეთი იდეალური კერძი უნდა მოვამზადოთ მე და ჩემი ბეგუჩი. ჩვენ ვამზადებ ბურგუნიონს ქათმით ოღონდ მილდიანის ღვინის სოუსში. ბურგუნიონი მზადდება საქონლის ხორცით, მაგრამ ჩვენ ვამზადებთ ქათმით და ახალი კარტოფილით.
რადგან 26 მაისია, რადგან ღვინის ტური გვაქვს, ვამზადებ მილდიანის red dry ღვინოს და მინდა რომ ქართულ გემოებზე დავსვა. ვამზადებ საქონლის სუქს, რომელიც იქნება ღვინის соуსთან და ბროწეულის ემულსიასთან. ყველაზე რთული დავალება ჩემთვის არის დღეს ის, რომ იყოს სტეიკი იდეალურ დონეზე შემწვარი, medium rare და соуსების გემო ერთმანეთს კარგად ერწყმებოდეს და უხდებოდეს ღვინოს და სტეიკს. ქართულ სამზარეულოში ყვარცებობს ჩაქაფული, ჩაქონდრილი, ჩაშუშული. დღეს მინდა რომ გავაკეთო ჩემი მოფიქრებული ინტერპრეტაცია ყველაფერი ჩემგან მომზადებული ჩაღვინული რა. ჩაღვინულისთვის ვიყენებთ მილდიანის ხაშმის აფერავს. ხალხშავთ ხორის ხორცს ღვინოში, კარამელიზაციას უკეთებთ ხალხს ნიონს და მერე უკვე ყლაპი შემოდის ტყემლის და ასე შემდეგ. აი სასწაული გემოები არის. შენ გენაც აი ღვინო ჯერ ადამიანის ორგანიზმს ხო აცოცხლებს და ასუნთქმულებს. ხო და წარმომიდგენია ხორცს რას უზამს. დღეს ჩვენ ვამზადებთ იხვის ფილეს ყოში соусით ბოქჩოისთან ერთად. ვინდა რომ გქონდეს იხვი პეკინურად რაღაც ვაიბები და ვნახოთ რა გამოგვივა. საქართველოს ღვინის სამშობლოა და ჩვენ კერძების მომზადება მოგეთხოვება ისე როგორც არასდროს. დღეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ტურია. დღეს ჩვენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა და ამასთან დაკავშირებით ვამზადებთ ჩვენი ერთ-ერთი კულტურული მემკვიდრეობის, არა მარტო მემკვიდრეობის საუნჯის ღვინოს ვიყენებთ, რაც უნდა გამოვიყენოთ კერძებში. გავიხედებ მარჯვნივ, რა თქმა უნდა, არც გამოკვირვებია, რომ გიორგი ამზადებს იგივეს. დაინახა ჩემთან იხვი და არიქა, ეხლა ამანაც უნდა მომზადოს. მე სიხს ვაკეთებ. ამ ყობამ აქაც არ მომასვენა. ეს ყობა და გიორგი ერთმანეთის გარეშე ხო ვერ ეძლები. ვაკეთებ ბატატის პიურეს. კარამელიზებული კომში. რას აკეთებ ბოდიში? პიურს. მაგრარის ხო იცი? ის ხო? არა. ორგარისკენ შამპანიოს ვერ დალევ. ღვინო სად იქნება? კომშიც მექნება ღვინოში და соуსათაც ღვინოს გამოვიყენებ, ძირითადად მაინც საფერავი და ხაშმის საფეროს დამალევინებ მერე. რა თქმა უნდა. ოჰოჰოჰო. იცი რა მაინტერესებს? შენ და ყობა ეგრე ხართ შეთანხმებულები რომ ერთი და იგივე რაღაცები გავაკეთოთ? არა. ჩვენ ხო ყველანი კონკურენტები ვართ და ერთმანეთს ვეჯიბრებით, მაგრამ ყობა და გიორგი კიდეც ცალკე შეჯიბრი აქვთ ამათ რა. აბა რა არაფერზე არ ვარ შეთანხმებული. ვერდიგვერდ განან და იწერე. ემთხვევა ხოლმე. ერთმანეთს. პარგალკა რომლის პარგალკა გაქვს? რა თქმა უნდა, ჩემი აქ მაგаше. აი, ნუ იმედი მაქვს რომ თქვენ არ შეგეშლება თქვენ ორს. იხვის შეწონა. თუ შეგეშალათ, всё. წავედით სახში. ეხლა მჭირდება ნაღები ჩემი ბატატის პიურესთვის. წავალ და ბონასირას ნაღებს მოვიდა. ჩემი კერძისთვის უნდა გამოვიყენო მილდიანის საფერავი ხაშმი, რომელიც იდეალურად და ძალიან მაგრად უხდება ჩემს საქონლის სუქს. ძალიან კაია. ჩვენ გვაქვს მიზანი რომ ისევ საუკეთესო წყვილი გავხდეთ, მაგრამ ამაზე მეტად ის მიზანი გვაქვს რომ დღეს გადავიდეთ ორივენი შემდეგ ტურში. ძალიან ნერვიულობთ, რადგან რთული კერძი გვაქვს აღებული და დიდი პასუხისმგებლობა გვმართებს. ჭირდება ბულიონი, ჩვენს კერძს ჭირდება დიდი დრო შესაბამისად. გვინდა რომ მოვასწროთ და გავაკეთოთ ბულიონი, ამიტომ ვცდილობ მაქსიმალურად ქათმის ფრთები ცოტა დროულად შემოსიხარულო. თუ გამისვი ღვინო გაიქნება ერთ-ერთი. რომელი იგეს სიამოვნება? ყველა ხაშმი გაქვს ეს მინდა. მოდი დავაგემოვნოთ ქაცითელი 2018 წლის მოსავლიდან. გაუმარჯოს საქართველოს როგორც გეორგიკოს. ხოიცი რა? ესე მიწათმოქმედი, ჩვენ მიწათმოქმედები ვართ ნეოლითის დროიდან. გაუმარჯოს საქართველოს. შემოსაყვარელო. ძალიან კარგი. ჩვენ გვჭირდება ბრინჯისთვის და ხახვისთვის ფერმას კარგი, წავალ და მოვიტან. ოპა. წავედით. ეხა მოვედით ჯრახუნა ბადრისთან. ხა რა ხდება გეტყვით. მე დღეს მინდა რომ გავაკეთო ჩემი ინტერპრეტაციით ჩაღვინული, რომელიც მინდა რომ პოპულარული გახდეს. იმეს ვიტოვებ გემრიელი გამოგვივა. მარკეტინგი ესმის. კი, მაგრა სხვათა შორის. ჩაში ვარ ძლიერი რა, მოკლედ და რას აკეთებ? არ არსებობს ეგ ამ სახელწოდებით კერძი და მინდა რომ მე ეს კერძი გავაპოპულარულო. ჩაღვინოს მარტო ღვინოთი ხوار გავაკეთებ. ჩაღვინოს ვაკეთებ ხორის ხორცი, რომელსაც ხარშავთ ღვინოში, თალკე ხარშავთ ველურ წითელს და ყავისფერ ბრინჯს. უყურებს ჩვენს ბრინჯს. ო, წარბიასწია ერთიჯერ, მე მეორე. რამე მან დარ შეგეშალოს ახლა, ძალიან დაძაბული ტურია, არ აღმოჩნდეთ ქუჩაში.
აუ ეს რა მითხარი ჩემ. რა კარგად ჩამოვაყალი მე და რა მითხრა მომცელა. აი რაღაცა წითელი და ვარდისფერი ბრინჯი და ჩაშუშული თუ რა ხაღვინული და ხო მივხვდი შეფ. კი. მე რა გერიოს ახლა რა? ეგრევე წარბი ერთხელ მეოთხეჯერ მესამეჯერ მეოთხეჯერ ვაწია მივხვდით რომ რაღაცა ცუდათაა საქმე. ნინჯას ქვაბში ეხა იხარშება ჩემი ომში, ჩემი ბატატი და კეთდება კენკრის соуსი. გავხედე ჩემს მინიმალურ ყობას და ისევ ამზადებს მინიმალურ კერძს. მე მექნება იხვი, გამოდენიმე გარნირით და ყობას ექნება მხოლოდ იხვი, მინიმალისტურად. როცა საქმის გაკეთება გეზარება, თქვი რომ მინიმალისტურად ვაკეთებ და всё. დამანებე რა თავი რა. სადმე შორს უნდა დავდგე შენგან რომ აღარ გადაიწერო. ჩვენ გვეზარება მინიმალისტებს მუშაობა. ჩვენ ერთ დაყრილთებს რომ დაყრიამდე და ეგარი გაიღო. ეხლა დამჭირდება ჩემი ბატატის პიურესთვის ფერმას კარაკი. გემოზე გავსინჯავ. აი, ბარდას მე ბოლოსკნა რა. ჩადები? იდეალური. ჩვენთან ყველაფერი კარგად მიმდინარეობს. ეხლა ეს უნდა შევდო ღუმელში, რომ ღუმელში დავასრულო. ქათმის ბურგულიონს პირველად ვაკეთებ. სულ ხორცისგან ვაკეთებდი. ძალიან რთული კერძია, მოითხოვს სიზუსტეს, მოითხოვს პროფესიონალიზმს და ვფიქრობ, რომ დროსაც მოითხოვს. გავართმევთ აუცილებლად თავს და დროს თავისთავად დროს მოითხოვს პირველ რიგში. ეხლა გჭირდება სელპაკი, რომ მოვასწრებთ ჩვენი სამუშაო სივრცე და ჩვენი მაგიდა. მე გამომშალ სოკოს დაფქვა მინდოდა, მაგრამ ვიფიქრე რომ ნინჯას ბლენდერი იმდენად მრავალფეროვანი და კარგი არის, რომ ესეც დაფქვავს და ამას გამოვიყენებ. იდეალურია. აი, უცად საერთოდ ნინჯა. რადგანაც მარტო ვარ, ყველანაირად ჩქარი ვარ, ყველანაირად ვცდილობ რომ მობილიზებული ვიყო. აქ ჩავყარე კამასოკო და ჩემი გამომშალი სოკო. რომელთაც ტყის განმეორებაზე დავსვავდა, აი ამ ჩემს ლამაზ ვინოს ძალიან მოუხდება ეს ყველაფერი, დარწმუნებული ვარ 100%-ით. აქ ვაკეთებ უკვე კარამელიზებას, ამასაც პირველად მომზადებ, ექსპერიმენტია და მიყვარს, მე ძალიან მიყვარს, როცა ჩემ თავს რაღაცებში ვწდი და ფაქტია რომ გამომდის, იმიტომ რომ შვიდეულში ვარ და ვერაფერს ვერ ვიტყვი. დღესაც იმედი მაქვს, რომ იმ სრულის და იმ შედეგს რაც მაქვს, დავდებ და გემოებით შეფებს თავს მოვაწონებ ძალიან. ახლა უნდა მოვაწესრიგო ჩემი მაგიდა და ამისთვის დამჭირდება სელპაკის ხელსაყრელი. ვიკენებ მონასტერს ნაგებს სადგომ მომამზადო სოკოს პატარა соуსი. დღეს მე კიდევ ვიყენებ ერთ-ერთ ტექნიკას და ვაწყობ ისევ პატარა მაყალს ჩემი ბოგჩოისთვის, რომელიც მინდა რომ ცოტა იაპონურ სტილში მოვამზადო. ჩემ კერძში მთავარი არის იხვის ფილეს შეწვა, რომ ეს კანიდან ცხიმი გამოიდევნოს და ეს კანი ხრაშუნა და პრიალა და ოქროსფერი იყოს. 20 წუთი დარჩა, მე უკვე დაწყებული მაქვს იხვის ფილის შეწვა, რომელიც უკვე ძალიან ოქროსფერი ხდება თავის მეცხიმში. ეხლა ვიღებ ტულჩინკას კარაკს, წავედით. გავანები აღარ ქნა. არ დაგვეწვას თავარი რა. ეხლა ჩემი ბადრიკია დაანთებს ცეცხლებს. აუ რასაკეთე ბადრი? ვაიმე! ბადრი! ყალი! შენ ღვინის ტურში რომ ჩაიჭრა. პირადად მე მეწყინება. არასწებო, შეფ. ასაკეთე. აღარ გინდა, დაანებე თავი. არის ჩაღვინული, შეფ. რა ჩაღვინული? ხო არსებობს ჩაკაფული, ჩაქონდრილი, ჩახრაკული, და ესე და მაგრამ ჩაღვინო შეფ. ხორცი ძალიან კარგად არის შემწვარი, ბოსნეულიც მზად არის და ყველაზე მთავარი გადავდივართ ღვინის соуსზე. უნდა გადავწუროთ ეს, რომ დავადუღოთ ეს соуსი. ეხლა ვასხავ მილდიანის ხაშმი, საფერავის ხაშმი, რომელიც იდეალურად ხდება უშიკას მოცარელას. ამას აქ დავტოვებ. არავინ ხელი არ ახლოთ ამას, მოვალ. უშიკას მოცარელა და ეს ღვინო არის შედევრი და პერფექტ. დღეს გვაქვს ქართული ღვინის დღე და იმედია არ გააფუჭებენ არც კერძს და არც შეხამებას კერძთან. ხო, გიორგი და კობაში რაღაც ფარული კონკურენცია შეღენიშნება, რადგან სულ ერთი და იგივე ცილას ხმარობენ, ერთნაირად აკეთებენ და რაღაც ერთმანეთს ჯიბრებიან და დღეს რომელი მოიგებს ამ შეჯიბრში ნახავთ. იხო დამეთახო რთული მოსამზადებელია, იქ ოდნავ მაინც ცხიმი თუ დარჩა, მე აღარ მინდა დარჩა. ხო და რატო გარისკეს? არ ვიცი, თქო თავის დარწმუნებულები არიან. ბადრი და მარიამი რას აკეთებენ? მე როგორც მივედი და ვნახე, რაღაც ბადრის აქვს გადაწყვეტილი შექმნას ახალი ქართული ჩა.
ჩაღვინული. და ხო, და- ჩა. ჩაო, ხო, იცი უკაკიდევაც და არ ვიცი, საინტერესო ჟღერს, კიდე ერთი ჩა, არაფერს არ დაგვაკლებს ქართულ პირიქით. კარგი იქნება, მაგრამ როგორ შეასრულებენ, ეგაა მთავარი. მოკლედ ველით 26 მაისისა და ქართული ღვინის შესაფერის გემოებს. ველოდები. ჩემი მსხალი მზად არის, ბატატის პიურე მზად არის, соуსი თითქმის მზად არის, გამჩა მხოლოდ იხვის. და მაქვს 15 წუთი, რომელიც სულად საყვარელია ჩემთვის. დასვენების დროც მაქვს რა. იმუშავა. ბოქჯოი, დიახ, შე. როგორ მიდის? ესე იგი, ეს კაცი ძალიან ყოველდღე ამ მახშირებით დადის. არა, და მთელი სტუდია არის ფერფლში. ჩემი ხათრით თუ გაქვს, ქონი არ შეჭერს. თქო უნდა არა. აი, ჩემო ოქრო. და ეს ბოქჯოის რატო წვავ? გემოს მიცემს დრესინგთან ერთად უნდა გავაკეთო და მინდა რომ ცოტა როგორც იხვი. სმოუკი გახდეს? კი. ვფიქრობ ძალიან უხდება იხვში. აი, ნახოთ მე არ მიჭამია ბოქჯოით არასოდეს. მე მომწონს ყობას მინიმალიზმი, მაგრამ ცოტა ამ მინიმალიზმს რაღაც უნდა მიუმატო ერთი. აი ბოქჯოის უმატებ შე. კაიო რომ მარტო იხვი არა. შე, ისეთი უნდა იყოს რომ კიდევ და კიდევ მეტი მოგინდეთ და მე აღარ იყოს. აი ესეთი უნდა იყოს წესით იხვი რა, რომ არ კონდეს ცხიმი შუაში. კანის და ხორცის შორის ცხიმის რაღაც ზოლი რო არ იყოს არჩენილი. კობიკო, მუშაო კობიკო. ხაშეთ კობიკო, კარგად მუშაობ. შენთან როგორ არის ცხიმის ამბავი? ჩემის ამბავი უფრო კარგად იქნება ცოტა ხანში. აი, ეხლა რა შეასაქმე, იცი, კობამ უკვე მოუგო ცხიმის, ნახე, ამასთან მეტი ცხიმია, იმასთან საერთოდ აღარ არის. რაღაცაში ხო მაინც უნდა მაჯობოს კობამ. დავთმობ. ეჩხიმი ვაფშე იმას გამოჩნდება. გაქრება? აბა, მიდი აბა. ჯერ ყველაფერი წინ არის. მარა, შენ რამე არ გეგონოს, ერთი ამას მეტი ცხიმი დარჩეს, ეგრევე გავარდები ერთად. ასლაპარაკობ და შენ. კახურიზეთი არ გიშველის. არა. არა. რა თქმა უნდა ისე ვაკეთებს. ამის პიურე, იმის პიურე, იმის соуსი, ამის соуსი. აღარ უნდა მაგდენი რაღაცა. შენც უბრალოდ კარგად ფილები დაანებე თავ. მიდი მარიამ, მიდი. ფაქიზად, მარიამ, ფაქიზად. აი ეგრე, მარიამ. აი ეგრე, ნაზად, ნაზად. შეხე პუტკუნა სექსუალურია ჩემსავი. შეხე. ბაზარი არა. მე რო ხო ხედავ, ჩა, ანუ ჩაკაფული, ჩაღვინული, ჩახონდილი, ჩა. ეგ არის რა. ესეა, უყურე. ჩა. ვაუ! ჩემი აზრით ეს კაცი ჰოლივუდში უნდა მიიწვია. არა, ბოლივუდში არა, ჰოლივუდში. ბოლივუდი არა. მე ჩაზე ვაკეთებ იმას, თეკვას, თებ. აბა. ჩაღვინული, ჩაკაფული, ჩახრაკული, ჩა და ჩა. და პარაში? ეს кайფო. ჩა და იქიდან ეს უყურე. გახდება მეგობრებო. ეხოცები ლამაზი იყოს რა თქო. ლამაზი? პუტკუნა სექსუალური შემოღება. არა, ვიზუალურად კერძი ლამაზი იყოს. მაგას გეუბნები, მე ხო პუტკუნა სექსუალური ვარ. გავიგე, კაცო და ხო და ეგეც ეგრე იქნება, შეფ, ეგეც. და ეკი მინდა რომ იყოს მედიუმ რეარი, რომელიც იდეალურად წავა ღვინოსთან ერთად და ჩემი სოკოს соусთან და ემულსიასთან ერთად. იმედი რა გადავხდები, სასწორით გავუძომა აუცილებლად ტემპერატურას, უნდა იყოს 50-დან 55-მდე მაქსიმუმ. ესე იგი, კობა მოვიდა იქედან მოლანდა გიორგი რაც აკეთებს, მოვიდა შეამოწმოს. მიმიშვი ერთი რა შვები შე. დაბრუნდი რა შვება და მე მგონია რომ კობა მშვიდად ხარ? ძალიან შვიდად. აი რატო ხარ? ხუმელში დებ ბიჭო რა იმას? შვები, ბიჭო? ხუმელში დებ? რატო არის ხარ ეგრე მშვიდად? აი ესე შეწვარით ის და ხუმელში დებს იმას რომ გამოწყვეს და ყობა და გიორგის დუეტი აი ახარ შემიძლია. გიორგი გაბული გებს? ვერ. ვერ, კაი. დარწმუნებული ხარ? შედეგებს ეთყობა ხოლმე ზოგადად. ორივე ხო კახელი ხარ? კი. ეს კახელი ლაგოდეხიდან. და ლაგოდეხი კახეთის გულია. არა, მესხი ვარო და კახელობას იგვლალებს და მე ვარ ბურჯვანი და ჩალაუბნი და სოფელი ჩალაუბანი. უნდა მოვაწესრიგო ჩვენი სამუშაო, მაგრამ ამისთვის დაგჭირდება ფრეკენბოკის ტილო. წავით. ესე იგი, რომელი ჯობია? ფრეკენბოკის ტილო. ეხლა გადავწმინდოთ ჩვენი სამუშაოს სივრცე. ვიწყებთ სერვირებას. რაც თავარია დროში ვეტევით, ყველაფერი მზად არის. ველოდებით соуსის დადუღებას. ძალიან დამცხა და ეხლა დავლებ ბონასერას ნუშის რძეს. წავით. მარიამ. პროსტა დაადებს, всё. მაგრამ ჯერ მინდოდა რომ соуსი მომესხა. მარიამი გაწიწმადა. არა. მარიამ, მოდი მე მოვასხი, მაგრამ შეეში. მარიამ მოვასხი, მიდი დაიკიდე, კაცო. კაი, არა უშავს, თავზე მოვასხი, თუ გინდა გადავწიოთ გორგი. აუ, ერთი წამი რა ქვევით მინდა რომ მოვასხა соуსი. კაი, გაჩერდი, გაუსხელი. არა, ავიღებ, всё, ავიღებ. მიდი, დავარ.
ვაუ! აი, კარგი ხარ. ცეცხლი გვიკიდია, მარიამ, მიდი. წყალში ვდგება და ცეცხლი მიკიდიო, ხო იცი? ოპა, მიდი. 10, 9, 8, 7, 6, 5, 4, 3, 2, 1 და ხელები. დღეს თქვენ გაქვთ ძალიან საპასუხისმგებლო ტური. თქვენი დავალება ღვინის კერძები და ვნახოთ თუ როგორ გაართვით თავი მილდიანის დავალებას. პირველი ვის კერძსაც დავაგებრუნოთ, ეს იქნება ბეგო და ნინი. ბეგო და ნინი გთხოვთ კერძი მაგიდასთან. ძალიან ნერვიულობთ, იმიტომ რომ აი არ არის ისეთი როგორიც ანუ მე წარმომედგინა რა ეს ჩემს გონებაში. აბა მეგობრებო, რა მოგვიმზადეთ და რომელ ღვინოსთან ერთად მივირთვათ, რას გვირჩევთ? ჩვენ მოგვიმზადეთ ბურგუნიონი ქათმით. ჩიქენ ქათმის ბურგუნდიული გაიტანე. ბურგუნიონის სტილში გავაკეთეთ, თქო მე ბოლოს ამოვიღეთ სხორცი, ქათამი და соуსი დავადუღეთ. ნინ ბოლბოლ გაყევით ცოლად თუ რა ხდება? რაღაცა მე მგონი განხეთქილებაა. სახეზე ეტყობათ. აი რაღაც გაურკვევლობა. არა, ეხლა დავიკო. დაძაბულობა მე მგონი ჩვენ გამოვიყენეთ ხაშმის, მილდიანის ხაშმის. ბეჭედი მანახები. ბეჭდებს არ ხმარობ, ჩემ სამზარეულოს არ. შენი არა ნინის. სამზარეულოში არ შეიძლება შე. მე რა სამზარეულოში. ახალი კარტოფილი გვაქვს გამოყენებული, რაც ხაზს უსვამს ჩვენს საგაზაფხულო თანწყობას. ასე რომ ვთქვათ, გილოცავთ რა თქმა უნდა კიდევ აგერ 26 მაისი გვიახლოვდება საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ამიტომ ისეთი კერძი ავარჩიეთ, რომელიც დამოუკიდებლობას გამოხატავს, ვინაიდან ეს კერძი არ არის ესე კლასიკური და ნინიკოს შექმნილია, ესე რომ ვთქვათ. ღვინოს რაც შეეხება ეს გეხავთ ხაშმის საფერავი, რომელშიც გამოისახება კარგად კენკრისა და კურკვანი ხილის არომატები, რომელიც საგაზაფხულო ნოტებს იდეალურად უხდება. ვფიქრობ, რომ ჩვენს ახალ კარტოფილს და ქათამს უნდა იდეალურად შეეფეროს. კარგი, ეხა რა არ მომწონს ამაში? ქათმის კანი. აი ნახე. ეს ამათი გამოგონება. ამათი გამოგონებაა და ქათმის კანი არის უკვე ესეთი და არ არის სასიამოვნოა ქათამში განსაკუთრებით. საღეჭი რეზინივით არის და ნუ მოკლედ მე არ მომწონს. არ გამოვრიცხავთ, ჩვენ დღეს დავსდგებით აუთსაიდერებში. соуსი არის არაჩვეულებრივი. соуსი გიტოვებს ბაგენიონის დაბეჭდებას. ქათამიც არის რბილი და კარგი. გამოიყურება კარგად და თავარი ამბავი რაც იყო რომ ღვინო გამოგეყენებინდეს და კიდე შეგეხამებინათ, ყველაფერი შედგა. ღვინოსთან შეხამებით გვაქვს იდეალური გემოები, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი კერძი პასუხს სცემს დღევანდელ ჩვენს დავალებას. ერთადერთი კარტოფილი არის ცოტა უფრო მეტად ალდენტე ვიდრე საჭიროა. და სტაფილურო ალდენტეა მომწონს, მაგრამ ბაგენიონისთვის ყველაფერი უნდა იყოს ჩახარშული. მეგობრებო, соуსი არის ძალიან წყალწყალა არის რა. ყოველზეც არჩევ. სიპრიალეც არ აქვს. ერთადერთი რაც ამ კერძში მომწონს არის კარტოფილი და თვითონ სტაფილი. ძალიან კარგად გამოიყურება, მადის ამხსნელად. რისკი იყო ეს თუ თავის დაზღვევა, ქათმის ხორცის გამოყენება, ეს უკვე თქვენი პირადი საქმე არის. უბრალოდ კეთიმ რაც გითხრათ და ნიკუშამ კანის დარბილება გამოიწვია, რაც უნდა გაგეთვალისწინებინათ და შეიძლება სხვა ფორმით მოგერთვათ ჩვენამდე. ასევე ვეთანხმები ნიკუშას соуსის ტექნიკურ მხარეს და ტექსტურულ მხარეს, რომ უკეთესის იმედს ტოვებდა, თუმცა გემოს რაც შეეხება, ცალკეც გავსინჯე ეს соуსი და როდესაც ეს ღვინის დამსახურებაცაა და კარგად მომზადების, იმიტომ რომ ხშირად აქვს ღვინის მძაფრი, წყლარტე გემო. ამას კი სასიამოვნო გემო ქონდა.
ასე რომ საერთო ჯამში დავალება. დავალება. მილდიანმაც შეუწყო ამას ხელი. კი. მაგრამ კარგად მომზადებული. ძალიან დიდი მადლობა ნინი და ბეგო. შეგიძლიათ დაუბრუნდეთ თქვენ ადგილს. მადლობა. შემდეგს მაგიდასთან ვიწვევ კობას. კობიკო. ხო, კერძი მაგიდასთან. კობამ გადაწყვიტა რომ მინიმალისტური მოამზადოს, მაგრამ კობა შენ მინიმალისტი კი არ ხარ, შენ ხარ წუწკი, ძუნწი, წუწურაკი ხარ კობა. დადე ძმა, რა გენანება, რა ამდენი ხვიდან ერთ გამოიყვანე. ამ კერძთან ერთად რას ვსვავ? ქინძმარაულს. ოხ შენ გაიხარე. მილდიანის ქინძმარაული, რომელიც არის არაჩვეულებრივი. იხვის ხორცისა და იხვის კანის შორის რაც ცხიმი არის, ფაქტიურად ჩამწვარი არის ბოლომდე. რისთვისაც დიდი მადლობა კობას. მადლობა შენ. აი, დედას პიცა ვარ იდეალურია. დიდი მადლობა შენ. ნიკუშა ყოჩა, ძალიან სწორად მიეცი ამ კაცს კრიტერი. აი, იდეალური, აი, გემოზე ზის, ვერაფერს, აი, ეს უნდა დაჯდე და გემრიელად ჭამო. ეს ღვინო უხდება ფანტასტიურად, აი ეს ოდნავ სიტყვაც არის. ძალიან უხდება აი ესეთ მარილიან და რაღაცა ინტენსიურ გემოებს. აი, მოკლედ რაღაცა ერთმანეთს ავსებს რა და ნუ არაჩვეულებრივი არის. მადლობა შენ. 1000 კიდევ უფრო გამიხარდა, რომ ეს ღვინო ესე მოუხდა ამ შენ კერძს. მადლობა დიდი. მადლობა შენ. აო! აო, კობიკო. არ არის სიმფონია? დავალება სწორადაა შესრულებული ღვინო საგრძნობლად გამოყენებული, ასე ვთქვათ, დავალებაში. უბრალოდ აქ მთავარი გემოს გამხსნელი, დამაფიქრებელი, სიამოვნების მიმღები არის სეზამის სეთი. ეგ რო არ ქონოდა, ხასიათს დაკარგავდა. მადლობა შენ. კერძი არის იდეალური. ჩემი მაქსიმალური შედეგი დავთ. უბრალოდ მოწრუფე, აი ოდნავ. ნიკა არ დაუჯერო. რა არ დაუჯერო? დამოუკიდებელი იყავი. მართლა ძალიან კარგი კერძია, მე ძალიან მიყვარს ეს მოტკბო ღვინოები, იხვი, ეს მოტკბო არომატები. соусშიც თვითონ კარგად არის სიტყვა, სიცხარე, მარილიანობა დაბალანსებული და ძალიან პრიალა არის, რომელიც არც თუ ისე მარტივია რომ გააკეთო. და ის რაღაც აზიური ელემენტები რაც შემატე, ძალიან მოუხდა ამ კერძს. ამართლებ ჩემ კიდევ. მადლობა ყობა, შეგიძლია დაუბრუნდე შენ. მადლობა. შეფ ნიკოშა მეუნება რომ ვამართლე მის კეტელს და ეს ჩემთვის ორმაგად სასიხარულოა. შემდეგი მონაწილე, რომლის კერძსაც დავაგემოვნეთ, არის გიორგი. აბა ეხლა მოდი გიორგი და შემეჯიბრე, აბა ვნახოთ ვისი ბოსტანი აჭობებს. რა მოგვიმზადე და ღვინო რა კუთხით გამოიყენე? მე გამოვიყენე იხვის ფილე, შევწვი. მაქვს ბატატის პიურე, მაქვს კარამელიზირებული კომში, დარიჩინით ანისის ვარსკვლავით და მილდიანის საფერავით და соусიც ასევე არის მილდიანის საფერავის და კენკრის соуსი. და რომელი ღვინო უნდა მივაყოლოთ შენ? მილდიანის საფერავი და ასევე შეგიძლიათ მივაყოლოთ კაციტელიც. მე მინდა კაციტელი. ეხლა. იმიტომ რომ ეს მილდიანის კაციტელი არაჩვეულებრივი კომშის ტონები აქვს და მგონი რომ კომშის პიურეს ძალიან მიესადაგება. კარგად გამოიყურება. მოგიწონებ კერძს გადაწყვეტილებას, იხვი მაინდა-მაინც მარტივად მოსამზადებელი არ არის
თუმცა თქვენ ამას თავი გაართვით წარმატებით, ბატატის პიურე როდეს არის მოტკბო პიურე, კიდევ უფრო ამშვენებს, არბილებს, კომშიც ალდენტეთ არის მომზადებული და სიხრა შუნე შემოაქვს და ცალკე გავსინჯე კიდე соуსი და სასიამოვნოდ მკვეთრად იგრძნობოდა მილდიანის საფერავის ხასიათი. ასე რომ საერთო ჯამში ძალიან კმაყოფილი ვარ, დავალებას ვთვლი რომ წარმატებით გაართვი თავი. მადლობა დიდი. აუ, ეს ხაწითელი დააგვდა. მაგრამ იმის მიუხედავად, რომ მე იხვის ცხიმს არ დავტოვებდი, ესე იგი მინდა გითხრა, რომ ამ ორი ღვინის შეხამება ერთი კერჩში და ერთი ჭიქაში გამოვიდა იდეალური. იმიტომ რომ აი ამ კომშის, ბატატის და იხვის და აი ამ სიმჟავეს კრავს ეს არაჩვეულებრივი ერთ-ერთი საუკეთესო ხარცეთელია, რომელიც მე დამილევია. ვიზუალურად ყველაფერი კარგი არის, იმის გარდა რომ соуსი გაიქცა. გიორგის соуსი არის თხელი, რაღაცნაირად ეს თეფზე არის დასხმული. აქეთ წავიდა, იქით წავიდა. დანარჩენი ყველაფერი აი იდეალურია და ეს კომში საფერავში ისე უხდება ხაწითელს, რომ უბრალოდ ცუდად გავხდი. ბრავო, გიო. გიორგის იხვი კობას იხვს არ ჩამორჩა, ტოლი დაუდო. გიორგი მომწონს ის გემოები, რაც შეუხამე იხს და ასევე ღვინოს. ორი რამ არის აქ, რაც არ მომწონს. შეგიძლია соуსი თანადგან თხელი იყო, ცოტათი დაგესხა, გამოგეტანა ცალკე და უკვე ჩვენ თვითონ დავასხავდით, ნახავდით სტრუქტურაცას უკეთესად და ყველაფერს. ასევე ჩემთვის დარიჩინიც და ანისეს ხარსლავიც, დადებაც, დეკორაციად გავიგე, მაგრამ მუღამს ვერ უჭერ. და ასევე მარილიანობა მინდა აღვნიშნო იხსე, ძალიან კარგად აქვს მარილი, რაც აბალანსებს იმ სითბოს და კანის სულად არ არის მომზადებული და ნახდათ მედიუმ რეარი არის შენი იხვი, რაც მე პირადად ძალიან მომწონს. მადლობა, შეგიძლიათ დაუბრუნდეთ თქვენ სადგურს. მადლობა. შემდეგი იქნება სერ ბადრის და მარიამის წყვილი. ხავთ კერძი მაგიდას. მოგვიყევით, რა მოგვიმზადეთ? ყველამ კარგად ვიცით, რომ ქართულ კულინარიაში არსებობს კერძები სახელწოდებით ჩაქაფული, ჩანახი, ჩაქონდრილი, ჩაქინძული, ჩაშუშული, ჩახრაკული და ამ ყველაფერი საუკეთესო ჩას შემდეგ გვინდა დღეს სიმბოლურად 26 მაისს დაიბადოს ჩემი და მარიამის მიერ შექმნილი, რასაც ქვია ჩაღვინული. შემოგთავაზებთ ღორის ხორცის ჩაღვინოს. ვინაიდან და რადგანაც მილდიანის ხაშმის საფერავით გვაქვს მომზადებული, გვინდა რომ გემოები არ გაგვექცეს და ისევ და ისევ ხაშმის კარგი, თქვენ ხაშმის საფერავით დალეთ, მე გიხოცებ კინძმარაული დამალებული. დაიმარჯვა. გამოთ შე. არ მიწყიდოთ, მაგრამ ყველაზე ნაკლებს მოველოდი ამ კერძისგან, თქვენგან არა, ამ კერძისგან. უცებ ვიზუალურად მომზადების პროცესში ძალიან გამომშრალი მეგონა ხორცი, მაგრამ საერთოდ არაა გამომშრალი ეს соусის, რომელიც მითხარით, რომ ხახვისა და ღვინოსთან ერთად არის დადუღებული, ძალიან გემრიელია. ვისურვებდი, რომ ეს соуს კიდე მეტი ყოფილიყო, თან მეგეუბნებოდი, რომ არ დაადოთ კიდე მეტი, ხო? და ბრინჯიც ძალიან უხდება ამ გარნირს და ეს შეზავება რაც გაქვთ, კონდარი და ყველაფერი აი ძალიან აკეთილშობილებს ამ ყველაფერს. ღვინოც ძალიან უხდება. სერვირებაზე ვერ ვიტყვი რომ სასწაულია და ჰაი ჰუი, მაგრამ გემოთი ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ფავორიტი. ერთ-ერთი თუ ერთადერთი? ერთ-ერთი. და მეორე რომელია? მეორე შენ. და მე ვარ? ხო, მესამეზე შენ.
კერძი მომწონს, ვიზუალი არ მომწონს. ღვინო იგრძნობა და კარგად იგრძნობა. соус არ ვიცოდი თუ ნიკოშან დაგაკლებინოთ, მაგრამ ხო, მეც ცოტა მეც მოვითხოვდი, რომ აი ეს შენ რასაც ძიზახი ჩაშუშული თუ რაც არის. იდეაში ალბათ ეს რო იყოს აი ეგ უნდოდა ზემოდან უნდოდა რომ გადაედო. და შენ მე ვუთხარი რომ არ დაადო თქო. მასე იყო. მაგრამ მე მაინც ცოტა დაადო. და უფრო უარესი იქნებოდა რომ ხო და მინდა გითხრა რომ კინძმარაული ძალიან უხდება. ეხლა ნიკუშამ გითხრა რომ საფერავი უხდება, მაგრამ კინძმარაული აი მხორს რაღაც ცოტა საათკბობს და ძალიან კარგად მიდის. ამიტომ ხვანაირად მოვინდომები მოტანას რა. ფერთა გამაც რო ყოფილიყო ცოტა, ხო, სიცოცხლე შეტანილი კარგი იქნება და სერვირებაზე მე ვთვლი რომ სამუშაო გაქვს, გემო არის არაჩვეულები. რაღაცა სპეციფიური სწორი. კერძი კი მოსწონთ, მაგრამ ფიქრობ, აი იმედია დღეს აუთსაიდერებში არ მოხვდები, თორე შეიძლება გავგიჟდე და გავაფრინო. გემოზე არ ვდაობ, ღვინოს სწორად გაქვთ გამოყენებული, ჩაღვინული შეიძლება დავარქვათ. უბრალოდ ვიზუალი, რა თქმა უნდა, მოწყენილია, როგორც ჩვენ ქართველებმა ერთ დღეში ვერ მივახციეთ 26 მაისს დამოუკიდებლობა და დრო დაგვჭირდა ამისთვის და ბრძოლა. მგონია რომ აი ეს ჭირდება ამ კერძს ბევრიც და რომ მივიდეს ჩაღვინულამდე, თორე როგორც კერძი ძალიან კარგი, გემრიელი და სასიამოვნო. ასე რომ შეგიძლიათ დაუბრუნოთ ეს საქმე. რეკლამის შემდეგ ნახავთ. ბევრად უკეთესი გემო აქვს და ვიზუალს გამოიყურება. ხორცი იდეალურადაა მომზადებული. ძალიან რთულია დღეს აუთსაიდერების გამოყენება. ერთ-ერთი თქვენგანი დღეს უნდა წავიდეს სახლში. და ბოლო მონაწილე ვის კერძსაც დავაგემოვნებთ დღეს არის შაკო. ეულად დარჩენილი. აო, მიდისაკო. რა ქენი დღეს? დღეს გავაკეთე საქონლის სუკი. იმის და მიხედვით გამოვიყენე გემოები, რომ გავაკეთე ხაშმი სღვინოთი, მილდიანის. ეს ორივე соуსი მარჯვენა და მარცხენა თევს. არის ღვინის ეფექტით გაკეთებული, არის ორივე სოკოს შემადგენლობით და ერთ-ერთს უფრო მუქ соуს გარდანაყრია ბროწეულის და აგარ-აგარის ნარევით გაკეთებული, ესე ვთქვათ, მოჟელატინო მასა. ჩემი აზრით შეგიძლიათ რომ სამივე ღვინო დააგემოვნოთ მასთან ერთად. ხაშმი ჩამოს. გონია რომ სტეიქს ნამდვილად ჭირდება მშრალი ღვინო. ბევრად უკეთესი გემო აქვს და ვიზუალურად გამოიყურება. საფერავი რაც გამოიყენე ამ соуსში იგრძნობა და კარგად იგრძნობა. ისეთი ვიზუალი აქვს, რომ აი არ მოგინდება ჭამა რა. ეხლა იმიტომ გავსინჯე, რომ მეკუთვნის რომ გავსინჯო, თორე სხვა შემთხვევაში თქვა ცალკეს რომ მოეტანა, არ შევჭამა. ეს უკვე დიდი შეცდომა არის სერვირება. ჯერ თვალი ჭამს და მერე სხვა დანარჩენი. ტარხუნა ბევრი უკენი. ტარხუნა საერთოდ არ იქნება. ეს კომბინაცია ტარხუნის გემოს ახლებს. არ ვიცი როგორ მოახერხე, ჩემთვის მართლა ტარხუნის გემო ხონდა. ამ соус ხორცი გარედან უკეთესი რო ყოფილიყო თვითონ კრასტი გაიქნებოდა. შეგინთ კარგად არის შემზღერებული. იმენა соусებით გასინჯე ორივე. და მეტი соуსი, ის წითელიც. და ბოლოში ტოვებს არხონის გემოს. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც მენიუ დგება, ერთ-ერთი კრიტერიუმი არის, რომ შეფი როცა პროდუქტზე ფიქრობს და კერძზე, ის ფიქრობს ასევე, ასე ვთქვათ, თებშის ინჟინერიაზე.
სწორად შერჩეულ ფერებზე. სად რა უნდა იდოს, რა ფერის, რა თებსზე და ასე შემდეგ. აქ ეს ყველაფერი არის დარღვეული. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, როდესაც მომხმარებელი, ამ შემთხვევაში ჩვენ შეფები, პირველ რიგში ახმა კერძთან გვაქვს თვალით და განწყობაც პირველ რიგში თვალით ხდება. თუმცა, ხორცი იდეალურადაა მომზადებული, ძალიან ნაზად, რბილად იღეჭება. соусებს რაც შეეხება, აი ნიკუშამაც თქვა, სადღაც ტარხუნა იგრძნო, სადღაც სხვა გემო შემოდის. ეს რო კაი გამართული соусები და ფერებით ყოფილიყო, იქნებოდა იდეალური. საფერავიც ხაშმის მოუხდა ხორცს. ასე რომ ძალიან დიდი მადლობა, შეგიძლია დაუბრუნდე შენ ახლა. დღეს თქვენ საუკეთესოდ წარმოგეჩინათ ქართული ღვინო მილდიანი და დღეს თქვენ უნდა მოგემზადებინათ კერძები, რომელშიც წამყვანი გემო იქნებოდა ღვინო. მინდა გითხრათ, რომ ალბათ ქართული გენეტიკა და დნმ-ი, როგორც კეთი მახსენა, ჩვენში ყველა თქვენგანში ძაფრად არის, სისხლშია და ერთ-ერთი საუკეთესო ტური იყო, რისთვისაც დიდი მადლობა. კერძები იყო სწორად შესრულებული, დავალება იყო სწორად გაგებული და მილდიანის ღვინოც შესანიშნავად ეხამებოდა თქვენ მიერ მომზადებულ კერძებს. ამ კარგ კერძებს შორის, რითიც ჩვენ ძალიან გაყოფილები ვართ და გაოცებულები, არის ჩვენთვის ერთი საუკეთესო და დღეს ეს კერძი ეკუთვნის კობას. ჯაკობა, გიო ქვია, გიო. იდეალური იხვი მოგვიმზადა დღეს. ძალიან რთულია დღეს აუთსაიდერების გამოყოფა. იმიტომ რომ სათითაოდ ყველამ არაჩვეულებრივად გამოიყენეთ და არ გააფუჭეთ მილდიანის გადასარევი ღვინო. და ამისთვის თქვენ დიდი მადლობა და ღვინო მილდიანს კიდევ. მაგრამ ჩვენ უნდა გამოვააშკარავთ აუთსაიდერები, ამიტომ იმის მიხედვით გამოვიყვანთ ადამიანებს, სადაც უფრო მეტი წუნი დავინახეთ კერძში. დაიძაბა სიტუაცია, დავიძაბე მე. პირველი აუთსაიდერი დღეს არიან ბადრი და მარიამ. As usual. გზა ხო ვიცი ჩვენ. არ მინდა რა სახში წასვლა ვიყო კიდე ცოტა ხანია. ანუ სერვირების გამო, ანუ რა, ხო გემრიელი ხო იყო ისე კერძი. ძირითადი პრობლემა დღეს იყო ვიზუალთან და ამიტომაც დღეს თქვენ შემოგიერთდებათ შაკო. შაკო გთხოვ? გავდივარ, კანკალე, ცივი ოფლი მას ხავს, ძალიან ცუდი შეგრძნება ამოკლედ, მართლა აღარ მინდა რომ ვიყო აუთსაიდერებში. ძალიან სასიამოვნოა, რომ ესეთი გემრიელი კერძები მოამზადეთ დღეს და ორმაგად სამწუხაროა, რომ ეს კერძები ვიზუალურად არ იყო ისეთი გამართული, როგორცაც ჩვენ ვითხოვთ. მინდა რომ დავრჩე პროექტში ვიბრძოლო ბოლომდე და გამოვავინოთ ჩემი შესაძლებლობები ბოლომდე. გემოვნური თვისებებთან დღეს არც ერთთან არანაირი პრეტენზია არ არის, აბსოლუტურად. უბრალოდ ვიზუალური მხარე უნდა იყოს ისეთი, რომ მე ამის ჭამა მომინდეს და ამის ჭამა თუ არ მომინდება, აზრი აღარ აქვს უკვე არაფერს. პროექტის წესების თანახმად ერთ-ერთი თქვენგანი დღეს უნდა წავიდეს სახლში. თუმცა ყოველთვის არსებობს გამონაკლისები და დღეს ის შემთხვევაა, როდესაც ქართული ღვინო, თქვენ მიერ მომზადებული კერძები იმდენად იდეალურად იყო შეხამებული ერთმანეთთან. დღეს სამივემ შეფებმა მივიღეთ გადაწყვეტილება ერთხმად, რომ სამივე იმსახურებთ შოუში დარჩენას და გაძლევთ კიდევ ერთ შანსს, რომ ის შეცდომები, რაც დღეს დაუშვით, აღარ განმეორდეს. არ ველოდი, მართლა? თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პროექტში დარჩით შესანიშნავი შვიდეული. მართლა აღთოვანებული ვარ. დიდი მადლობა თქვენ. ესე არაჩვეულებრივად რომ გაართვით დღეს თავი ჩვენ მილდიანის დავალებას. შეფების ლიგის გენერალური სპონსორია საკონდიტრო და გასტრონომიული ინგრედიენტების შოურუმი და სუპერმარკეტთა ქსელი ბონასერა. თქვენი გზამკვლევი გემრიელ საქმიანობაში. გადაცემის სპონსორია სელპაკი. გადაცემის სპონსორია ფრეკენბოკი. შენს ხელშია ყველაზე მნიშვნელოვანი, საიმედო, სათუთი და მზრუნველი. ფრეკენბოკი, ოჯახზე ზრუნვა შენს ხელშია.
გადაცემის სპონსორია ტკბილი ქვეყანა. იცხოვრეთ ტკბილად, ტკბილ ქვეყანასთან ერთად. გადაცემის პარტნიორია ტულჩინკა. ამზადებ სახლში თუ რესტორანში. მოამზადე ტულჩინკასთან ერთად. ტულჩინკა უკრაინიდან. შენი შეუცვლელი დამხმარე სამზარეულოში. გადაცემის პარტნიორია ფერმა. ფერმას რძის პროდუქტები მზადდება საუკეთესო ფერმერული რძისგან. ფერმა. უმაღლესი ხარისხის რძის პროდუქტები უკრაინიდან. გადაცემის სპონსორია ნინჯა. ნინჯა, მიიღე მეტი. ჩვენ წინვალე შვიდეულს, ასე ვთქვათ, ჩვენი მაყურებელი შემდეგ შაბათსაც იხილავს. ასევე ჩვენ გაიმშვიდობებით ერთი კვირით, შევხვდებით ერთმანეთს მომავალ შაბათს 22 საათზე 30 წუთზე. რა თქმა უნდა, რუსთავი 2-ზე. შევხვდებით მომავალ შაბათს რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში. შესანიშნავი შვიდეული წავსდგებით თქვენს წინაშე, მაგრამ დათმობა აღარ იქნება. შეფ ავთანდილის მასტერკლასი შეფების ლიგაში. თეთრ რა ფანტასტიკური შრომი გამოვიდა. გამოვიდა კი არა, გავაკეთე. კი, ბოდიში. ხაჭაპურის საავტორო რეცეპტი. საკოცი რა სირთულეებს შეხვდა ყველი დაკარგ გზაში. ამ ხაჭაპურს ცხობა არ აქვს დასრულებული. სხვა და გამოცხვა. შენმა იავნანა მუშველას ამ ხაჭაპურს როგორ გონია? მან უკვე ხმაური იყო და ვინ შეძლებს გაიმეოროს შეფის კულინარიული შედევრი? იდეალური არ არის, მაგრამ ახლოს არის სავთოს ხაჭაპურთან და შეგიძლია გაიღიმო. ეს ამხელა რაღაც გიგანტები რო არ მომწონს, მართლა მთვარისავით კრატერები. შაბათს 22 საათსა და 30 წუთზე შეფების ლიგა რუსთავი 2-ზე.